დონალდ ტრამპი დღეს აომავალი მზის ქვეყანას ესტუმრა. ის იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ახლახან არჩეულ პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის და ბიზნეს წარმომადგენლებს შეხვდა. რა პოლიტიკური განცხადებები მოისმინეთ და რა ეკონომიკური გარიგებები დაიდო, ამაზე სასაუბროდ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი. საღამოშიდოვისა გიორგი გამარჯობა, მიესალმები მაყურებელს. ნაწილობრივ გუშინ დავანონსეთ ის, რომ იაპონიაში ვიზიტს რაღაცნაირად შევაჯამდით მაყურებლებისთვის. როგორი იყო პირველი დღე, რა შეხვედრები შედგა, რამდენიმე წინა 2017 წელს ვიზიტიც გაახსენა, რით გავდა ეს ვიზიტი 2017 წელს განხორციელებულ ვიზიტს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორ ვიზიტს შორის მთავარი გადაკვეთის წერტილი იყო შინზო აბე. ადამიანი, რომელიც იაპონიის პოლიტიკისთვის ძალიან კარგად იყო ნაცნობი, ადამიანი, რომელიც 2022 წელს იაპონიის ექს-პრემიერი, რომელიც 2022 წელს მოკლეს და მის მამკვლევმა დღეს აღიარა სრულიად მოულოდნელად, რომ ის იყო სწორედ ვიცოდით, რომ ის იყო მკვლელი, მაგრამ მან აღიარა ეს დანაშაულები, თუმცა ამ თემას ძალიან ჩაუღრმავდებით, იმიტომ რომ რატომ იყო შინზო აბე ამ მოვლენების ერთ-ერთი მთავარი აქტორი არის ის, რომ შინზო აბე იყო ერთგვარი მენტორი, მასწავლებელი სანაე ტაკაიჩის იმ პრემიერ-მინისტრის, რომელიც ახლა არის ქვეყნის მმართველი და 2017 წელს სწორედ შინზო აბეს შეხვდა დონალდ ტრამპი. მოკლედ აი ეს გადაკვეთა იყო ძალიან საინტერესო და აღინიშნა კიდევაც სანაე ტაკაიჩიმ თავისი წილი ახსენა შინზო აბეს როლზე, რომ აქამდე მოიყვანა მისმა პოლიტიკამ. მოკლედ ძალიან არ უნდა ჩაუღრმავდეთ ამ დეტალებს, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ოქროს ხანა იწყება იაპონიასა და ამერიკას შორის ურთიერთობებში, ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელზეც ცალკე დოკუმენტს მოეწერა ხელი, ეს რა საჭირო იყო, ეს მეორე ხარისხოვანია, თუმცა დიპლომატიურად ახლა ტრამპის პიროვნებისთვის ეს არ არის გასაკვირი და სხვათა შორის ოქროს ხანა გარკვეულწილად ორმა ლიდერმა აღნიშნა შინზო აბეს ასე რომ ვთქვათ გოლფის ჩოგნის გადაცემით, რომელთაც სხვათა შორის 2017 წელს თამაშობდნენ დონალდ ტრამპი და შინზო აბე და ოქროს ფურცლებით გაფორმებული ბურთებიც გადასცა, მოკლედ გოლფზე ეხა ტრამპის დამოკიდებულება ვიცით როგორია და ერთ-ერთი მიზეზიც ხო და შესაბამისად ეს იყო, აი ახლა ხედავს მაყურებელი ეკრანზე, სწორედ ეს გადასცეს დონალდ ტრამპს საჩუქრად გაახსენეს 2017 წელი და მისი უახლოესი მეგობარი მართლა ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ხო, ვიდრე სხვა ეკონომიკურ ნაწილზე გადავალთ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ორმა მხარემ ერთობლივად გამართეს შეხვედრა იაპონიაში ამერიკის სამხედრო ბაზაზე და იმ ბაზაზე იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება, ასე რომ ვთქვათ, შეხვედრა ჯარისკაცებთან, რაც ნამდვილად საინტერესო იყო. მოდი გადავიდეთ ჩვენი საუბრის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ეკონომიკური გარიგება, ის ყველაფერი, რასაც ელოდნენ ინვესტორები, რის გამოც იაპონური საფონდო ბირჟა ავიდა ახალ რეკორდულ მაქსიმუმამდე ლამის 27 წლიანი პაუზის შემდეგ. აი, რა არის ის მთავარი გამარჯვება, რომელიც მოიპოვა იაპონიამ ტრამპის ამ ვიზიტის შედეგად? ორი რამ. 490 მილიარდიანი გარიგება, რომელიც დაიდო ამერიკულ კომპანიებს შორის ტრამპი სხვადასხვა შორის ასწავლის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, აღარ ვიტყვი არაფერს იმაზე ბაიდენს რომ მიბაძა 2 დღის წინ, თუმცა მნიშვნელოვანი და უნდა მიუბრუნდეთ მე მგონი ეკონომიკურ ნაწილს. 490 მილიარდიანი გარიგება დაიდო, რაც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტორს, მათ შორის და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ტოიოტასთან დაკავშირებით, რომელიც 10 მილიარდს შედებს ამერიკაში და სანაცვლოდ მიიღებს უფლებას, რომ ამერიკული მანქანები ჩაიტანოს ფაქტობრივად ზედმეტი ტარიფების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი გარიგებები შედგა, SoftBank იყო იქ ასევე ჩართული, იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი და სხვა მოთამაშეები, რომლებმაც ძირითადად უნდა განახორციელონ ინვესტიციები ატომური ენერგიის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, რამდენიმე 100 მილიარდზე არის ამ კუთხით. საუბარი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იყო ეს გარიგება, რომელიც დაიდო ძიმე მეტალების და იშვიათი მეტალების კუთხით, რაც რეალურად მნიშვნელოვან ცვლილებას არ იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია პარტნიორობის გასაღრმავებლად. საკმაოდ სუყე გამოვიდა
გამოვიდა ეს ვიზიტი, შეგვიძლია ასე შევაჯამოთ. საღამოს იყო ვახშამი და რაღაც გარკვეული განცხადებები ვახშამის და დღის ბოლო როგორი იყო, მოკლედ რომ უთხრათ მაყურებელს. ჯერომი პაუელი გალანცხა ტრამპმა ეს არ იყო არაფერი ახალი ამაში არ იყო და თქვა რომ ის არის ცუდი მართველი ფედის ასევე აღნიშნა რომ ხვალ შეხვდება ჯენსენ ჰუანგს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება NVIDIA რამდენად მნიშვნელოვანი ამერიკისთვის და სამხრეთ კორეაში რომ დახვდება ამერიკის ლიდერს ეს ცალკე საკითხია სხვადასხვა შორის იაპონიაში დახვდა მას ტიმ კუკი Apple-ის დამფუძნებელი თუმცა კონკრეტულ შეთანხმებაზე რამე საკითხი რამე განცხადება არ გაკეთებულა მოკლედ რომ შევაჯამოთ ესეთი იყო დიდი არაფერი მომხდარა ძალიან თუმცა კარგი იყო მაინც ორი ქვეყნის ურთიერთობების დაახლოებისთვის